სტიქიის შედეგები გუშინდელმა ძლიერმა ქარმა ბათუმისა და ქობულეთის სხვადასხვა უბანში რამდენიმე კორპუსს გადახადა სახურავი. გრიგალმა დააზარალა შუახევისა და ქობულეთის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები. ჩვენი რეპორტაჟი თუ რა ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები რეგიონის მასშტაბით და რაოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას. ძლიერი ქარის შედეგად დანაგვიანებული ქალაქის დასუფთავება დილიდან დაიწყო. 350 მეეზოვე ქალაქის მასშტაბით იყო მობილიზებული. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა IP ბათუმის კორპუსიც. თანამშრომლებმა დაზიანებული სახურავები რამდენიმე კორპუსზე აზომეს. ქარმა სახურავი 7 მრავალბინიან კორპუსს გადახადა. ტენტის ქვეშ შეიძლება 2 დღე დარჩეს, 2-3 დღე მე ვფიქრობ, იმიტომ რომ პროცედურებია გასავლელი. ბენზინში არის ძალიან კარგად გადახადა 150-200 კვადრატი. იგივე არის პუშკინის 35-ში, 140 კვადრატია. წერეთლის 6-შიც არის, აგერ ახმეტელის პირველში სამუშაოები დილიდან დაწყებულია. იყო ყველანაირი სახის ნარჩენი, ეს იქნებოდა შენებარე სახლებიდან, ეს იქნებოდა მთლიანობაში, რაც იყო არეული იყო თითქმის ყველაფერი ერთმანეთში. ბათუმის მერის განცხადებით აღდგენითი სამუშაოების დროულად ჩატარებისთვის შესაძლოა მოლაპარაკება ერთ პირთან გაიმართოს. გიორგი ერმაკოვის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის დასახმარებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. მერია ასევე მზადაა დახმარება იმ ადამიანებსაც გაუწიოს, რომლებიც უამინდობის დროს დაშავდნენ. აქვს რამოდენიმე კომპანია, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ასეთ შემთხვევებში, ფასდაკოტირებას გავაკეთებთ და მაქსიმალურად მოკლევად და შევეცდებით აღდგენითი სამუშაოები ვაწარმოოთ. სარეზერვო ფონდიდანაც გამოვყოფთ თანხას ამისათვის. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტებსაც. ძლიერმა ქარმა ქობულეთში სახურავი 50-მდე საცხოვრებელს გადახადა. დაზიანებულია ასევე ხალხსაჯარო სკოლისა და ადმინისტრაციული ერთეულის შენობები. გამგებლის ინფორმაციით ზარალს კომისია უახლოეს დღეებში დაითვლის. ხალა, ჩაისუბანი, ხუცუბანი, ქაქუთი, მუხაისტატე, ძირითადად ეს სოფლებია. იქეთა კვირაში შეიკრიბება კომისია, რაც გვექნება უკვე ხარჯაღისგან გაკეთებული იმის მიხედვით უკვე გამოყოფილი იქნება თანხა და მე ეტაპობრივად უკვე შევეცდებით, რომ იმას დოკუმენტაცია უნდა, განცხადებები უნდა, საბუთები უნდა, ფაქტიურად დასვენებები უწევს, მოსახლეობა ვერ მოახდეს ამის დაფიქსირება. ზარალს ითვლიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. ქარმა სახურავი 50 სახლს გადახადა. სპეციალურმა კომისიამ მდგომარეობის შესწავლა დაიწყო შუახევშიც. დაზიანებული სახურავები დაზარალებულებმა დროებით საკუთარი ძალებით შეაკეთეს. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა დიდი ნაწილი აგვიხადა. ამის მიუხედავად წვიმა ჩამოდიოდა სახლში, სადმე წასასვლელი არ ჰქონდა. ამ ეტაპისთვის ცნობილია 4 საზღვრებელი სახლი, მათგან 2-ის მდგომარეობა უკვე შესწავლილია მუნიციპალიტეტის კომისიის, სტიქიის კომისიის მიერ. კომისია ამჟამად იმყოფება მესამე დაზარალებულის ოჯახის შესასწავლად. ასევე ქარმა დააზიანა ადმინისტრაციული შენობები. მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში გვინდა რომ კომისიამ დაამთავროს მუშაობა ალბათ 2-3 დღეში. რეგიონში უამინდობის შედეგად მიყენებულ ზარალს დაჩქარებული წესით ითვლიან.